პროევროპული პროტესტის 93 დღე ზუსტად 20 საათსა და 41 წუთზე გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. ხალხი ისევ გაივსო, ხალხით აქ შეკრებილი მოქალაქეებმა დაიკავეს საკანონმდებლო ორგანოს წინ არსებული ტერიტორია. მათ აქვთ მოტანილი ტრადიციულად საპროტესტო ბანერები, პლაკატები, ასევე საქართველოს და ევროკავშირის დროშები და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა შეძახილი ისმის საპროტესტო შეძახილი, ასევე სასტონების ხმარი და ამ ფორმით ცდილობენ ისინი შექმნან აქ ხმაური რუსთაველის გამზირზე. პროტესტი საქართველოში დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო გაწყვეტილება არ გააგრძელოს და დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე. სწორედ ამას მოყვა ყოველდღიური უწყვეტი პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისის გარდა და რუსთაველის გამზირის გარდა პროტესტი მიმდინარეობს სხვა დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონების მასშტაბით. იქაც მოთხოვნები უცვლელია, იქაც მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან და იქაც მოსახლეობის გზავნილიც არის უცვლელი, რომ ისინი არ აპირებენ დანებებას, არ აპირებენ დიქტატოროსთან შეგუებას და იმ რეპრესიებთან, რომელიც მათი შეფასებით ქართული ოცნების კანონებით არის, ქართული ოცნება აწარმოებს თავისი კანონებით თუ თავისი პოლიტიკით. ყოველდღიურად შეკრებილი მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ პირებს. პროტესტი გრძელდება ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და თეატრალურ უნივერსიტეტშიც, სადაც სტუდენტთა ნაწილს აქვს დაკავებული აუდიტორიები და იქიდანაც უერთდებიან აი ამ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც უკვე როგორც იცით 93 დღის განმავლობაში გრძელდება.